საღამო მშვიდობის მეგობრებო, ისევ მოვედი თქვენთან. მინდა რომ ეს დაკარგული დრო აგინაზღაუროთ და ესე საჯარო გაშლები ჩაგიწეროთ. მოდი ახლა ჩვენი დღევანდელი და ამწუთინდელი თემა იყოს მისი მოქმედება. ფიქრები ჩაგიწერეთ და ამ ფიქრებიდან გამომდინარე მოდი ახლა გავაკეთოთ. მისი მოქმედება, რას გვეტყოდა ორი სიტყვით, მისი მოქმედება, როგორი იქნება? Ჩაიფიქრეთ იმედი ადამიანი ჩემო ძვირფასება და მისი მოქმედება არის ის, რომ ძალიან დამოკიდებულია ეს ადამიანი ვიღაცაზე და რაღაცეებზე. ეხლა აქვს დაქვეითებული სიტუაცია, ნერვიულობა, თუმცა მატერიალურზეა გადასული ეს ადამიანი. ძალიან ფიქრობს ფინანსებზე ეხლა. კი, მეგობრებო, ეხლა სრულებით გადართულია ფინანსებზე. მისი მოქმედება თქვენსკენ, რას მოიმოქმედებს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? ამ წუთას ვერაფერს. ვერ გამოდის იმ მიჭაჭულობიდან, იმ ტყუილებიდან, იმ ზემოქმედებიდან, რაშიც არის. მე არ ვიცი რაზეა საუბარი, თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით, მე რასაც გულისხმობ. მოერგეთ თქვენ სიტუაციას, ძალიან გთხოვთ. მისი მოქმედება, რას მოიმოქმედებს ამ ყველაფრიდან. თუმცა მოქმედებას მაინც აპირებს კი. მაგრამ უყურეთ რა ხდება. იქ სადაც არის თქვენი პარტნიორი და რა მდგომარეობაშიც არის, იქ აქ იმდენად შებოჭვა, იმდენად იქედან მოდის ზეწოლა ჩემო ძვირფასებო, რომ მე არ ვიცი რა მდგომარეობა გაქვთ და ვის როგორ რა სიტუაცია გაქვთ, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ. თუ კი ეს არის ბიზნეს პარტნიორი, თუ დედა არის, თუ ცოლი არის, თუ მუმიტევეთ და საყვარელი არის, თუ პარტნიორი არის, თუ ბიზნეს პარტნიორი არის, იქნებ მეზობელი იყოს, იქნებ შვილი იყოს, მე არ ვიცი ვინ არის ის ადამიანი, ვის გვერდზეც იმყოფება თქვენი პარტნიორი, იქ აქ ტყუილები. იქედან მოდის ეს ყველაფერი, მისი მოქმედება. სიყვარული აქვს, კი. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, სიყვარული აქვს და ძალიან ნანობს თქვენს დანაკარგს ამ ეტაპზე, თუმცა აპირებს მოსვლას. მოვა, მაგრამ ესე სულელივით. მოვა ესე ტინგიც, როგორც ჩვენ ვიცით, კი ესე მოვა ჩემო ძვირფასებო, მოვა კვერთხების პაჟი. თქვენ შორის მე მგონი რაღაც სხვაობა უნდა იყოს. პაჟი ან ეს ადამიანი იქცევა ბავშვივით. თუმცა მოვა სურვილების ასასრულებლად მეგობრებო. ამ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს და ძალიან ბევრი სურვილი აქვს თქვენთან დაკავშირებით. კიდევ მისი მოქმედება. მოქმედებაში მოსვლა არის. კი. მოვა გაუბედურებული. მოვა ეხლა არ დამაყაროთ მეგობრებო. როგორც ვამბობ, მოვა გაუბედურებული, მოვა სიძნელეებიდან. გამოვა სიძნელეებიდან, მოვა რაღაც დანაკარგებით, მოვა გადაჭარბებული ეგოისტობიდან გამოსული, მოდი ასე ვიტყოდი და მოვა იმპერატორთან. თქვენ ხართ იმპერატორები, ვინც არ უნდა მიყურებდეთ მეგობრებო, ქალბატონი თუ მამაკაცი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ ხართ იმპერატორი და თქვენთან მოვა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ და უკან არ დაიხევს, იმიტომ რომ არსად წამსვლელი არა ეს ადამიანი 24 შვიდზე გითვალთვალებთ. ეს ადამიანი 24 შვიდზე გიხსენებთ, ამ ადამიანს ყოველთვის ახსოვხართ. თქვენი დავიწყება ესე ადვილი არ გეგონოთ. ეს ადამიანი მოვა შემოთავაზებებით, მოვა ფულადი საჩუქრებით, მოვა გვირჩი დგომით, მოვა ყველაფერი კარგით. ეხლა მინდა ვკითხო დასტას. თქვენ თუ გიღირთ ამ ადამიანის მიღება? თქვენ თუ გიღირთ ეხლა ამ ადამიანის მიღება ჩემო ძვირფასებო. ინტრიგანი ვარ, მაინტერესებს. თქვენ ელოდებით მას. თქვენ ელოდებით და იმდენი ხანია ელოდებით, რომ კანცი გაგწვრათ. დაიღალ, მეგობრებო. აი როგორ ელოდებით. თუმცა თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ ადამიანს, ანუ იმ ხრივ რისი მაქნისიცა ძალიან კარგად იცნობთ. ამ ადამიანს მგონი ძალიან იმდენად გაუჭიანურდა მოსვლა, რომ თქვენ უკვე დაიღალეთ მეგობრებო, მაგრამ მაინც ელოდებით. ელოდებით მისგან შემოთავაზებას, ელოდებით მისგან რომანტიულ საღამოს, ელოდებით მისგან ყველაფერს კარგს ელოდებით. მოდი ასე ვიტყვი. მოლოდინის რეჟიმი გაქვთ. თუმცა ძალიან კარგია რომ ელოდებით და მეტი არაფერი. რომ ნაბიჯს არ დგამთ. კარგით. ეხლა მინდა ვკითხო კარტს. რამდენად სანდო იქნება ეს ადამიანი, როდესაც დაბრუნდება? ეს ადამიანი რომ დაბრუნდება გადაწყვეტილების მიღებით
ბევრ თქვენთაგანთან არ დაბრუნდება, ანუ მაინც ვერ მიხვდებით რა უნდა. მოვა манипуляციებით, თუმცა მეგობრებო, მოულოდნელად მოვა. ოღონდ პასუხისმგებლობას ვერ გპირდებით, რომ აიღებს. კარგით. ეხლა მინდა ვკითხო დასტას. რამდენად უნდა ენდოთ თქვენ? მაინც აი რამდენად უნდა ენდოთ ამ ადამიანს? რამდენად უნდა ენდოთ? მეგობრებო, აი თქვენი ნდობა. ხედავთ ხო რა ხატია აქ? თქვენი ნდობა მეგობრებო. ბევრი თქვენგანი აღარ ენდობა. არანაირი ნდობა, არანაირი მიღება, არანაირი დაბრუნება, ნაბიჯით იარ. ასე. თქვენი ნდობა, არა მეგობრებო, თქვენ მიდიხართ და თქვენ ცხოვრებაზე მუშაობთ. ბევრი თქვენთაგანი განუდგება და ზურგში აქცევს და გაივლის და წავა. დაკავდება თავისი საქმიანობით, თავისი ცხოვრებით, თავისი მომავალით, თავისი ფინანსებით და შეინარჩუნებს თავის იმ სტაბილურ ცხოვრებას. ძალიანაც კარგი მეგობრებო. ძალიანაც კარგი. და მაინც რჩევა თქვენ. რას გირჩევთ სამყარო და რას გირჩევთ კარტი? აი მეგობრებო, რას გირჩევთ კარტი? იყავით კატეგორიულები, დაიცავით თქვენი წილი ბედნიერება, დაიცავით თქვენი ფინანსები, გაუფრთხილდით თქვენ ცხოვრებას და არავის მიცეთ უფლება, რომ ფეხი დაგაბიჯოთ. გასასრესი და დასაბიჯებელი, აი ესე მეგობრებო, დაუშვით დაშნა და მოაყოლეთ ქვემოთ. აი ესე. ესეთი რჩევა მოგცათ კარტმა და სამყარომ, ასე რომ თავი არავის დაუხაროთ, ერთი ნაბიჯით წინ, არა 1000 ნაბიჯით წინ, არა უკან. მეგობრებო, ამიტომ დაჯექით თქვენ სტრონზე, იყავით მაგ ძალიან ლამაზად და მორგებულად და არავის არ დაუთმოთ ეგ თქვენი პოსტი და ადგილი. მე კი მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში აბადროებით.